დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე, რომელიც საუკუნეების წინ ითვლებოდა ჯადოქრობად, მაგრამ დღეს თუ დავუკვირდებით, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ის არის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ვიწყებ მარგო ტიბოს ისტორიით, რომელიც ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში და ქმრის მოკლა გადაწყვიტა ერთ მშვენიერ დღეს. დაუკვეთა კილერებს, მკვლელებს და იმათ შესთავაზეს, რომ მოეწამლათ კურარეთი. აი პირველი უცნაური ნივთიერება კურარე, თაფლი 70 გრადუსზე უფრო მაღალ ტემპერატურის წყალში თუ გავხსნით, იქ წავა სპეციფიკური რეაქცია და წარმოიქმნება რბილად რო ვთქვათ, ესე პოპულარულ ენაზე ცუდი ნივთიერებები. ძალიან ამაყები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ქიმიკოსი მეფე ყავდა ვახტანგ მე-6-ე. ანუ ეხლა შაბიამნით, ამ ფოლგით და მარილით რეალურად ავადუღეთ კოსოფერში. წარმოიდგინეთ ეგვიპტეს მოადგნენ ეს არაბები, ამათ მაინც ცეცხლი ესროლეს და გაჩნდა ხის ხომალდებზე ცეცხლი. და რა გააკეთეს არაბებმა? რა თქმა უნდა, აიღეს წყალი და დაუწყეს დასხმა და წყალმა ითამაშა კატალიზატორის როლი და უფრო აალდა და გაგიჟდნენ. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს წამალი და შეიძლება ყველაფერი იყოს შხამი, გააჩნია რაოდენობას. რა მისა ყოფილა, მარტივად ყოფილა. ფაქტიურად 21 საუკუნეში სამწუხაროდ უნიტრატო ხილს და ბოსტნეულს ალბათ ვეღარ ვიპოვით. თუნდაც აი ეს ხილი და ბოსტნეული რო იყიდება გარეთ ქუჩაში. სადაც მანქანების მოძრაობა, ანუ ჩათვალეთ, რომ იქ არის ძიმე მეტალი, არავითარი ალქიმია არ არსებობს, არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტ მეცნიერება და მას ქიმია ქვია. მოგესალმებით, დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე, რომელიც საუკუნეების წინ ითვლებოდა ჯადოქრობად, მაგრამ დღეს თუ დავუკვირდებით, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ის არის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ზოგისათვის ქიმია არის სასკოლო საგანი, რომელიც შეიძლება მოსაწყენი იყოს, მაგრამ ზოგისათვის ეს არის რაღაცა სიცოცხლის გადამჩენელი მეცნიერება. დღეს ვისაუბრებთ სწორედ ქიმიაზე, როგორც ვისაუბრებთ ალქიმიაზე, როგორც ერთგვარ წინაპარზე და ვისაუბრებთ იმაზე თუ დღეს როგორც ცვლის ქიმია ჩვენს ცხოვრებას. ამისთვის მოვიწვიეთ არაჩვეულებრივი სტუმარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან კუპატაძე, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება და ამ გამოცდილებებით მინდა რომ დავიწყო. ქავტონ ქეთევან, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ, მოგესალმებით. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენ სტუდიაში. ხო, დღეს ჩვენი მიზანი არის, რომ აი ეს ქიმოფობია, რომელიც არის, იმიტომ რომ თითქოს ქიმია მაინც და მაინც სუც ნიშნავს და მავნებელს ნიშნავს, აი ესეთი ტიპის აღქმაც ხო არსებობს. ესენი დავამსხვრიოთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი სასარგებლოა ქიმია და როგორი საინტერესოა. და საიდან წამოვიდა ახლა ამ ჩვენი შეხვედრის დაგეგმვის იდეა, იქიდან რომ თქვენ გაქვთ სპექტაკლი. ეს არის უცნაური ნივთიერებები, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის სამედიცინო და სამეცნიერო წრეებში და ამ სპექტაკლის შესახებ მოგვიყევით. გარდა თქვენი კვლევებისა სამეცნიერო საქმიანობისა, რომელსაც შემდგომში ვისაუბრებთ, ხო? მე აღფრთოვანებული ვარ ამ იდეით, რომ ამ ფორმით როგორ ახერხებთ ქიმიის პოპულარიზაციას. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ თემით დაინტერესდით. ცოტა სპექტაკლი ვფიქრობ, რომ ხმამაღალი ნათქვამია, ამას უფრო პერფორმანსს დავარქმევდი. და ძალიან მადლიერი ვარ თუმანიშვილის სახელობის თეატრის და კერძოდ მისი ხელმძღვანელის და მთავარ რეჟისორის ბატონი ვანო იოანე ხუციშვილის, რომელიც ამ ექსპერიმენტზე წამომყვა და დამთანხმდა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს იდეა ჩემი არ ყოფილა. იდეა მე-18 საუკუნის ძალიან ცნობილ ქიმიკოს ჰამფრი დევის ეკუთვნის, რომელმაც ჩათვალა, რომ ქიმია ისეთი აღმავრთოვანებელი მეცნიერება არის, რომ ის უნდა ფართო საზოგადოებამ გაიცნოს. და არც მეტი და არც ნაკლები თავის სტუდენტებთან ერთად ლონდონის ოპერის თეატრში ატარებდა ქიმიურ წარმოდგენებს შაბათ-კვირას და ბილეთები ღირდა ძალიან ძვირი და როგორც ქიმიის ისტორიკოსები წერენ, იყო ანშლაგი. მერე გადაწყვიტა დევიმ, რომ ქიმიით ტკბობა დიდრების გარდა ღარიბებსაც უნდა ქონოდათ. ანუ იმ ხალხს, ვისაც არ ქონდა საშუალება, რომ ეს ძვირიანი ბილეთები ეყიდა და გამოიტანა ეს წარმოდგენები ლონდონის დიდ პარკში.
და პირდაპირ ესე ქუჩაში ატარებდნენ ექსპერიმენტებს რაღაცა პერიოდულობით და აქედან წამოვიდა იდეა სამეცნიერო პიკნიკების ჩატარების და ალბათ ძალიან ბევრმა ჩვენმა მსმენელმა იცის რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ მხრივ არის ორგანიზატორი ასეთი პიკნიკების და ჩვენთან მოდიან სკოლის მასწავლებლებიც რომლებსაც თავისი კარვები აქვთ და მოკლედ ფაქტიურად ეს არის ხოლმე მეცნიერების ზეიმი სექტემბრის ბოლოს ვატარებთ ხოლმე ამას. თუმცა მე ჩავთვალე რომ რადგან არ შეიძლება რომ დევის მივბაძო, მით უმეტეს რომ არიან პროფესორები ევროპაში, მაგალითად აი ძალიან ცნობილი, ასევე ინგლისელი ანდრია სელა, რომელიც სამეფო კოლეჯის თეატრის სცენაზე ატარებს ხოლმე მსგავს წარმოდგენებს და მოიძებნება კიდე 1-2 პროფესორი და უცხოელს გულისხმობ მე ვინც ვიცი და თქვა ანდრია სელას წარმოდგენაზე პირადადაც ყოფილ ვარ, მქონდა ეგ ბედნიერება დაემთხვა უბრალოდ ჩემი ვიზიტი იქ და დანარჩენი მინახავს აი ესე ჩანაწერების სახით. ვიფიქრე რატომ არ გავაკეთოთ ჩვენც. და დავიწყეთ საჯარო ლექციებით დავიწყე ჯერ, ამას ვატარებდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვცდილობდი რომ ცოტა თამაშის მიმართულებით წამეყვანა. აი მთლად ესეთი ლექცია არ ყოფილიყო, აი ცოტა მეთამაშა. და შემდეგ უკვე გადავიტანეთ ეს თუმანიშვილის თეატრში და აი კონკრეტულად უცნაური ნივთიერებები. უცნაური ნივთიერებები, სადაც საუბრობ ფაქტიურად უცნაურზე არაფერზე არ ვსაუბრობ. ეს ნივთიერებები არის ჩვენს გარშემო, თუმცა ვიწყებ მაგალითად ვინმე მარგო ტიბოს ისტორიით, რომელიც ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში და ქმრის მოკლა გადაწყვიტა ერთ მშვენიერ დღეს. დაუკვეთა კილერებს, მკვლელებს და იმათ შესთავაზეს, რომ მოეწამლათ კურარეთი. აი პირველი უცნაური ნივთიერება კურარე, რომელიც არის ალკალოიდი და რომელიც იწვევს ჩონჩხის კუნთების მთლიან გაშეშებას და იმ ხალხს, ვისაც არ აქვს განვითარებული გულმკერდის კუნთები, ანუ ნავარჯიშები არ არიან, აი ეს ხალხი კვდება. არა კურარეთი არამედ იმიტომ რომ ვეღარ სუნთქავენ და შესაბამისად კვდებიან. და იქ გადავწვდით აბორიგენებს, რომლებიც ამ კურარეს ისრებს ამზადებდნენ, კურარეთი დამუშავებულ ისრებს იყენებდნენ ნადირობისთვის, აგრეთვე კოლუმბი რო ჩავიდა ძალიან ბევრ მის წევრს გაუმასპინძლდნენ კურარეს ისრით. და ფაქტიურად ეს ალკალოიდები ლათინურად არის toxicos pharmacolares, toxicos pharmaconis, რომელიც ითარგმნება როგორც მეისრეთა შხამი და აი ჰერაკლეც მითოლოგიიდან ჰიდრას თავიდან მიღებული შხამით ამუშავებდა ისრებს და გარდა იმისა, რომ თვითონ ფლობდა ძალიან ისეთ ძალას, აი ამ ქიმიასაც მოიხმობდა მშველელად თავის ბრძოლებში. შემდეგ უკვე გადავდივართ აი ამ ეს როგორ არის იცით მე მაქვს პოპულარული სამეცნიერო სტატიები 2012 წლიდან ვწერ ამ სტატიებს და იბეჭდებოდა და იბეჭდება ეხლაც ჟურნალ მასწავლებელში. ჟურნალი მასწავლებელი ეს არის ძალიან დიდი პლატფორმა, სადაც ყველა მიმართულებით იბეჭდება სტატია და მათ შორის ქიმიაში, აი თვეში ორჯერ ჩემი ავტორობით და ამ სტატიებისთვის მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიამ დამაჯილდოვა სპეციალური მედლითაც ქიმიის პოპულარიზაციისთვის. უცნაურ ნივთიერებებში მე შევკრიბე რამდენიმე სტატია გავაერთიანე და მივეცი რაღაცა მონოსპექტაკლის სახე. მინდოდა აუცილებლად მესაუბრა შავ ჭირზე. ეს საკვირველია ყველასა. შავ ჭირზე და იმაზე რომ ყველაზე მეტად დაიჩაგრა ლონდონი. მაგრამ ამ უცნაურ ნივთიერებებში ისტორიაც ძალიან დიდი რაოდენობით არის და ძალიან საინტერესო კავშირი გამოდის ქიმიის და ისტორიის ერთად. საიდან შეაღწია შავმა ჭირმა ევროპაში? ვენეციიდან შეაღწია, ვენეციის პორტიდან და სხვათა შორის კურარეს ძალიან დიდი დოზებით ასევე ვენეციის გავლით შედიოდა ევროპაში და როდესაც
დავასრულე, ესე იგი, კურარეზე საუბარი, მე გადავედი უკვე აი ორგანულად უკვე შევედი ამ ვენეციაში. იქ ვისაუბრე ვენეციურ შუშაზე, იმიტომ რომ ესეც უცნაური ნივთიერებაა, ხო? აი ეს ხო, ეს თან ძალიან ისეთ ამასე მოსმენილი მაქვს ერთი ლექცია ამ ვენეციის შუშაზე, ძალიან საინტერესო. დიახ და ფაქტიურად ქვიშისგან, ანუ სულ თავიდან ქვიშისგან ხარშავდნენ მას, სილიციუმის დიოქსიდისგან კიდევ ერთი უცნაური ნივთიერება და დღევანდელი თანამედროვე შუშა ვენეციური, რომლისგანაც 1000-ნაირ ნაკეთობას ნახავთ იტალიის ნებისმიერ ადგილას, არის მძიმე მეტალების იონებით შეფერადებული. ამიტომ არის რომ ნებისმიერ აი ჭურჭელს, ვთქვათ, იქ ნაირფერ თებშებს, ჭიქებს აწერია რომ მხოლოდ დეკორატიულად გამოიყენეთო, ანუ არ ცხელი სასმელი და საკვები არ მიიღოთ, იმიტომ რომ მიგრაცია მოხდება ამ მძიმე მეტალების ორგანიზმში. ეხა ისე ვიტევებაში ვარ, ვენეციაში ვარ, რომ რაღაცნაირად შავი ჭირი შევიყვანო, რომელიც გობის უდაბნოში წარმოიშვა მე-14 საუკუნეში, ჯერ იქ ინდოეთში გავრცელდა და მერე აი ამ სავაჭრო გზებით ინდოეთიდან შეაღწია ევროპაში. და ვისაუბრეთ აგრეთვე იქ ძალიან ლამაზად იყო გაკეთებული, იმიტომ რომ თეატრს ჰქონდა შავი ჭირის ექიმის ნიღაბი და მეთოდიკაზე ვისაუბრეთ, როგორ სინჯავდნენ საერთოდ ამ ავადმყოფებს. არც სინჯავდნენ, იმიტომ რომ დისტანცია უნდა დაეჭირათ, რაღაცა გრძელი ჯოხით ადებდნენ სხეულზე და ნუ მთავარი რა იყო, რომ კეტავდნენ სახლში და აღარ აძლევდნენ წითელ ჯვარს ასვავდნენ და ჩვენ იქ ძალიან ლამაზად გამოვსახეთ ეს წითელი ჯვარი, რითი ცარიელ ფურცელზე შევასხურე უცნაური სითხე და გამოისახა წითელი ჯვარი. ნუ რეალურად რა იყო? წითელი ჯვარი იქ წინასწარ ფუნჯით მქონდა ნატრიუმის ტუტისგან გაკეთებული და მე ფენოფტალენი შევასხურე და ჩვეულებრივი ტუტის აღმომჩენი რეაქცია წავიდა ინდიკატორისგან და გამოჩნდა წითელი ჯვარი. ეს რომელ საუკუნეზე ვსაუბრობთ? ეს ვსაუბრობთ პირველი ის გავრცელდა ეპიდემია მე-16 საუკუნეში, რომელმაც ძალიან დიდი პოპულაციის ნახევარზე მეტი რო შეიწირა. კი ბატონო, პოპულაციის ნახევარზე მეტი რო შეიწირა, აგრეთვე ვისაუბრეთ რა ხდებოდა ლონდონის ქუჩებში, რომ არ იყო სრული ანტისანიტარია იყო, რომ იყო კანალიზაცია არ ქონდა და ვისაც რა გაეხარდებოდა, იმას ასხავდა პირდაპირ ქუჩაში და კატები გამოაცხადეს ეშმაკისეულებად და გაწყვიტეს და ვინ გამრავლდებოდა? ვირთხები, რა თქმა უნდა და რწყილები და აი ეს ორი ორგანიზმი, რომელსაც გადააქვს ბუბონური ადამიანებზე და მე უკვე იწყებოდა ადამიანის ორგანოდან ორგანოზე ფაქტობრივად ატრაქციონი ქონდა აი ამ დაავადებას. და აი გვახსენე მე სუფრის მარილი. სუფრის მარილი, იმიტომ რომ 1000-ნაირი ლეგენდები დადიოდა, რითი შეიძლებოდა შავი ჭირის განკურნება და ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ჩვეულებრივ ნატრიუმის ქლორიდზე ამახვილებდნენ ყურადღებას სუფრის მარილზე და მოყავდათ რა იცით, რომ აი მე-11 თუ მე-12 საუკუნეში რომელიღაც საფრანგეთის რომელიღაცა პატარა ქალაქი, სადაც ქოლერის ეპიდემია იყო გავრცელებული, ერთ-ერთმა ალქიმიკოსმა განკურნა პარაცელსუსმა ნატრიუმის ქლორიდით. პარაცელსუსი იყო ალქიმიკოსი, რომელიც რატომღაც ედრებოდა მე-9 საუკუნეში მცხოვრებ ვინმე ექიმ ცელსუსს. აი ცელსუსი ხო მაგარი ექიმი იყო და მე უფრო მაგარი ვარო. და დაირქვა პარაცელსუსი, ანუ ცელსზე აღმატებული. რეალურად ეს იყო ავსტრიულ-გერმანული წარმოშობის და ფონ გოგენგეიმემ რაღაც გრძელი სახელი ჰქონდა, ეხლა აღარ მახსოვს სიმართლე გითხრათ. და მოკლედ ასეთი ლეგენდა დადის, რომ დღესაც ცოცხალია ეს პარაცელსუსი, იმიტომ რომ ელექსირი გამოიგონა უკვდავების და ახალგაზრდობის და აგრეთვე ლეგენდა ამბობს, რომ ის იცვლის სახეებს და მე იქ მივმართე აუდიტორიას, იქ ისე მანათებდა მთელი ესენი, რა ქვია, სინათლე, სიმართლე გითხრათ, ვერავის ვერ ხედავდი, მაგრამ მივმართე, ასე რომ პარაცელსუსს თქო, თუ ეგ დღეს ახლა ჩვენთან ერთად ხარ თქო, იცოდე რომ ქიმიკოსებს გვახსოვ ხარ და გვიყვარ ხარ თქო. ნუ ეს აუცილებელია მსგავსი რაღაცა ჩანართების გაკეთება, იმიტომ რომ აუდიტორია ცოტა გახალისდეს. იმიტომ რომ სპექტაკლი ამას გულისხმობს, ხო?
გარდა ამისა, მაგალითად რომ მე ვთქვი, რომ ვისაც რა უნდოდა, იმიტომ რომ კანალიზაცია არ იყო და ვისაც რა უნდოდა, იმას ასხავდა ფანჯრიდან, იქ დავადეთ რაღაცის გადმოსხმის ხმა და მე ასე გავხდი გვერდზე და დაუწყე ჩხუბი რაღაც წარმოსახვით ფანჯარას, რომ ხომ გადმოიხედო და ისე გადმოასხა რაღაცა და ვაი თქვი, რომ აი ხო იმედია გადავრჩით. ხო, ეს ყველგან ასე იყო, მარტო იმაში არ იყო. კი, მასე იყო უბრალოდ მე ხა ლონდონზე გავაკეთე აქცენტი. კიდე ხო და გავაკეთეთ ეხლა იქ იყო დატვირთული ასევე ექსპერიმენტებით, მაგრამ აქ ახლა არის ერთი მაგრამ. უნდა შეარჩიოს სწორი ექსპერიმენტი. სწორ ექსპერიმენტით რას გულისხმობ, იქ არ უნდა დადგეს კვამლი, არ უნდა დადგეს სუნი, იმიტომ რომ ჩვენ მცირე დარბაზში ვაკეთებთ ამას და იქ ახლა არ არის იქ გამწოვი გარადა და ასე შემდეგ. და შესაბამისად არ უნდა შეაწუხო ამ შენი ექსპერიმენტით ადამიანები და აი იქ რაც ჩავატარე სუფრის მარილის გამოყენებით შემიძლია აქაც გაგიკეთოთ. აქაც ხო ძალიან გვინდა თუ მაგას გავაკეთებთ. მოკლედ ეხლა ჩვენ ჩავთვალოთ რომ ვართ ასე ვთქვათ საველე პირობებში, ქიმიისთვის ეს საველე პირობები არის. ძალიან მარტივი ექსპერიმენტი არის და ჩვენ მაყურებლებს მინდა უთხრა რომ ვიცი ძალიან კარგად რომ სათვალეა საჭირო და ხელთათმანები, უბრალოდ აი ესე მოხდა რომ არ მაქვს დღეს და მოდი ჩემ გამოცდილებას ვენდომი, მაგრამ თუ ამ გადაცემას სკოლის მოსწავლეები შეხედავენ, თქვენ მე არ მომბაძოთ. თქვენ ყოველთვის გაიკეთეთ სათვალეს და ხელთათმანებით ჩაიცვით. ესე იგი, მაქვს სპილენძის სულფატი, აი შაბი ამას რო ვეძახით ჩვენ პოპულარულ სახელს და ძალიან ლამაზი რო არის და კრისტალჰიდრატია, იმიტომ რომ წყალს შეიცავს და იმიტომ აქვს ასეთი ლამაზი ფერი, იმიტომ რომ 5 მოლეკულა წყალს შეიცავს. ეხლა ამას დავამატებ აი სუფრის მარილს, აი პარაცელსუსმა რომ მოარჩინა, ასე ვთქვათ, ქოლერისგან და მე კინაღამ რო შავი ჭირის მორჩენას რომ აბრალებდნენ, მაქვს ჩვეულებრივი ალუმინის ფოლგა, ამას ახლა ესე დავაკუცმაცებ და აი დავამატებ, აი ასე და მოურევ და არაფერიც არ მოხდება. იმიტომ რომ ჭირდება წყალი. ჭირდება წყალი, ფაქტიურად ეს არის ალუმინი და სპილენძი გალვანური პარტნიორები არიან. და იმისთვის რომ პროცესი წავიდეს, ანუ ალუმინის კოროზია ჟანგვა წავიდეს, ნატრიუმის ქლორიდი უნდა გაიხსნას წყალში. ანუ ფაქტიურად წყალი ამ შემთხვევაში აი დამაჩქარებლის როლს თამაშობს. თლათ კატალიზატორია თქო ვერ ვიტყვით, მაგრამ აი ამ პროცესს აჩქარებს, ეხლა ცოტა ჭირდება ამას დრო. და არ ვიცი თქვენ ხედავთ თუ არა, ალუმინმა შეიცვალა ფერი, ნახეთ, დაიწყო დაჟანგვა. და გამწვანდა თუ რა. კი ბატონო, და თვითონ ალუმინი გაშავდა, იმიტომ რომ კოროზია დაიწყო, რატო? იმიტომ რომ სუფრის მარილი წყალსნარში დაიშალა ნატრიუმის კათიონად და ქლორის ანიონად და ამ ყველაფერმა გაუშვა ეს პროცესი. ეხლა ალუმინს მოაშორა დამცავი ფენა და დაიწყო მისი დაჟანგვის პროცესი. ეხლა ნელ-ნელა ეს ათუხთუხდება კიდევაც. და ნახეთ, არ ვიცი რამდენად ჩანს, ბუშტუკები გამოდის. ანუ წყალი დიახ, იმიტომ რომ წყალმა გამოყო წყალბადი, ანუ წყალმაც ელექტროლიზი განიცადა და გამოიყო წყალბადი და ეს ბუშტუკები არის წყალბადის და გაცხელდა იმიტომ რომ გამოიყოფა სითბო, ანუ ეგზოთერმული რეაქცია. ეს მაქსიმუმია ტემპერატურის, რაც ხდება თუ კიდე გაცხელდება. ეს მე გავაკეთე ახლა ისე რომ ეს იყოს მაქსიმუმი, იმიტომ რომ მეტი გაცხელება სტუდიაში არ გვეწყობდა. კი ბატონო. აი ასე. ანუ ეხლა შაბიამნით, ამ ფოლგით და მარილით რეალურად ავადუღეთ ყველაფერში კი ბატონო. ასეთია ქიმია, აი ხედავთ როგორ დაიჟანგა ჩვენი ფოლგა. აი უკვე ისიც ამოდის რაცა პატარა კვამცაც ხედავ ხო, ორთქლს, ანუ წყალბადი გამოიყოფა, მაგრამ თქვენ ხო ვერ გზნობთ ვერაფერს.
იმიტომ რომ წყალბადს ისეთი ესევე სასუნთქ სისტემაში მოდის ხოლმე და არ სიამოვნებს ადამიანს, მაგრამ არ მოდის თქვენამდე, იმიტომ რომ კონცენტრაცია არის დაბალი და ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ არ უნდა შეწუხდეთ. კეთილი, აი ეს რაღაცა სახელდახელოდ ცდა ლონდონის აი ეს ეპიდემია მეორედ დაბრუნებული ლონდონის დიდმა ხანძარმა შთანთქა. მთელი ლონდონი გაანადგურა, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო, ეგ შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ შავი ჭირის ეპიდემია საბოლოოდ წავიდა ლონდონისგან და რატო დამჭირდა ახლა ლონდონის დიდ ხანძარზე საუბარი, იმიტომ რომ მინდოდა გადავსულიყავი ცეცხლზე. და განსაკუთრებით მესაუბრა მაგიურ სასიყვარულო ცეცხლზე. რომელზეც აი მაგალითად წერდა შექსპირი, რომ აი ყოველ ადამიანში გიზგიზებდა ეს ცეცხლი და იქ ვახსენე მიხეილ თუმანიშვილის ძალიან ცნობილი სპექტაკლი ზაფხულის ღამის სიზმარი, რომელიც შექსპირის მიხედვით დაიდგა და ვთქვი, რომ აი მაგიური სასმელების, სასიყვარულო სასმელების დამზადება მეც შემიძლია თქო. ეს რა თქმა უნდა ვიხუმრე, იმიტომ რომ მინდოდა შემდეგი ექსპერიმენტი შემეყვანა სცენაზე, მაგრამ ვთქვი, რომ ერთი გულგატეხილი ბიჭი მჭირდება დარბაზიდან, თქო. ეს გულგატეხილი ბიჭი, რა თქმა უნდა, გვყავდა ჩვენ იქ, გულგატეხილი ბჭყალებში, რა თქმა უნდა და ეს იყო ჩემი სტუდენტი, რომელიც ძალიან თავაზიანად დამთანხმდა, რომ ეთამაშა ეს როლი, აიწია ხელი, წამოხტა, რომ მე ვარო და მოკლედ ჩვენ იქ გავითამაშეთ სცენა, როგორ უნდა ჩამექრო მის გულში ეს ხანძარი, მე იმ გოგოს ვინც ატკინა გული, როგორ უნდა ეგრძნო თავი, ცოტა ხნით მაინც ჭაობის მწვანე ბაყაყად, იმიტომ რომ ამას ატკინა გული, მე ისევ როგორ უნდა დაგვებრუნებინა ეს გოგო ამ ბაყაყის როლიდან და მე შევთავაზე რომ ხელახლა დავანთებ თქვენს გულებში ცეცხლსკო. რეალურად ეს იყო კალიუმის პერმანგანატის ჟანგვა აღდგენის რეაქციები, სადაც კალიუმის პერმანგანატი, იგივე აი მარგანცოვკას რო ვეძახით, არის იასამნისფერი სითხე, ხსნარი, რომელიც შეგვიძლია მჟავა გარემოში გავაუფერულოთ, ტუტე გარემოში გავამწვანოთ, ეს ჭაობის ბაყაყის ფერი რომ მიიღოს და მე ისევ მიწაზე დაბრუნდეს ეს ადამიანი, მიწისფერი, ანუ მოყვითალო, მოყავისფრო ფერი ნეიტრალურ გარემოში. ანუ სამ გარემოში ჩავატარეთ პერმანგანატის ესე იგი დაიჟანგა და სპილემ უკაცრავად გოგირდი აღდგა და აი ესეთი ფერის ცვლილება არის, უფერო, მერე მწვანე და მერე ყვითელი. ახლა როგორც წესი ეს ბავშვებს არ ეხალისებათ, იმიტომ რომ იქ უნდა დაწერო ამ რეაქციის ტოლობა, მერე უნდა ჟანგვის რიცხვი დაწერო, ამას ვერ გავექცევით. ახლა ეს მაყურებელმა ისე რა თქმა უნდა, ისე არ გაიგოს, რომ მე ქადაგებ, რომ პირდაპირ სპექტაკლად ვაქციო მთელი ქიმია. უბრალოდ ეს არის რაღაცა ზედმეტი мотиваცია, რომ ნახონ, რომ ქიმია შეიძლება სახალისოთაც გამოვიყენოთ. და შემდეგ ამ ჩემ სტუდენტს აი ხელახლა რო დავანთე ცეცხლი, იმიტომ რომ კალიუმის ბიქრომატი დავწვი ვულკანის სახით და იქ ცეცხლი წარმოიქმნა და გავატანე თეთრი ვარდი, რომელიც მქონდა მომარაგებული ამ თავის გოგონასთან, მაგრამ უთხარი რომ აი უკაცრავად თეთრ ვარდს ხო არ გაგატანდა, მოდი გავაწითლოთ და გავაწითლეთ იგივე პრინციპით. დამუშავებული იყო ნატრიუმის ტუტით და შევასხით ფენოფტალეინი და აი ეს წითელი ვარდი წაიღო მან. სხვა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ აი ეს ფრაგმენტი, რაზეც მე ხო გესაუბრეთ, მე და ჩემი სტუდენტი როგორ ვაკეთებთ ამ ჟანგვა აღდგენის რეაქციებს და სამსაუბროთ მაგიურ ცეცხლს. ბოლოს ეს ყველაფერი დავასრულეთ ისევ რკინით, რკინაზე საუბრით და იქ ფონად დაუდეთ ქურთული ცეკვა ხალაი, კვლავ ესე დავაკავშირე რაღაც სახალისო და საინტერესოდ და საბოლოო ჯამში რა ვიცი, ყველა დარჩა კმაყოფილი. და კიდევ სურთ ამ სპექტაკლზე მოსვლა. ეს არის ერთი რაღაცა მიმართულება, როგორ შეიძლება ცოტა სახალისოდ აქციო ქიმია, მაგრამ ბუნებრივია, ქიმია არის ძალიან სერიოზული მეცნიერება და მას ჭირდება სათანადო დაფასება და სწავლება როგორც სკოლის დონეზე, ასევე უნივერსიტეტის დონეზეც და მე რომ მკითხოთ ნებისმიერი
პროფესიის ადამიანმა რაღაცა მცირე ქიმიური ინფორმაცია უნდა იცოდეს და ფლობდეს. ანუ ქიმიურად განათლებული უნდა იყოს, იმიტომ რომ განსაკუთრებით 21 საუკუნეში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩვენ გვხვდება ქიმია. და აი ამ შეხვედრიდან ვინ გამოვა გამარჯვებული, ეს უკვე ჩვენ ცოდნაზეა და უნარებზე დამოკიდებული. კი ბატონო. ნამდვილად ესე არის, იმიტომ რომ ჩვენ გარშემო აი ეს სულ მაწუხებს ხოლმე რომ ეს ქიმია, აი ეს სიტყვა, როცა როგორც ამაკნინებელი რაღაცა ცუდის აღნიშნელი როცა შემოდის ამ დროს, რა ვიცი, მედიცინა იქნება თუ სხვა ნებისმიერი დისციპლინები თუ ყოველ საყოფაცხოვრებო საკითხები რეალურად ქიმიის გარეშე არ არსებობს და ეს სინამდვილეში მაინც ცუდს არ ნიშნავს. აი მე შემიძლია ერთი მაგალითი მოგიყვანოთ ჩვენივე სამზარეულოდან, როდესაც ჩაის მივირთმევთ. ხო, აი მაგალითად გავცივდი და ნებისმიერი მშობელი ეტყვის თავის შვილს, რომ მოდი თაფლიანი და ლიმონიანი ჩაი დავლიოთ, ხო, დალიე და ესა. ქიმია ჩვეულებრივი, იმიტომ რომ ის ჩაი არის ტანინი, იქ კიდევ ბევრ ალკალოიდ შეიცავს და ვიტამინს, მაგრამ ძირითადი მისი შემადგენელი ნაწილი კომპონენტი ეს არის ტანინის მჟავა და აი ლიმონს რო ვაწურავთ რა ემართება? ღიავდება, ხო? იმიტომ რომ ტანინი მჟავაა და ამ ლიმონმჟავასთან მიმართებაში ანუ ღიაფერს იცვლის, მაგრამ აი სოდა რო ჩავყაროთ, მაგალითად, სოდა რატომ უნდა ჩავყაროთ, ხო, მაგრამ ესე სიტყვაზე ექსპერიმენტი რო ჩავატაროთ სამზარეულოში, მაშინ გამოგვხდება, იმიტომ რომ სოდას აქვს ტუტე რეაქცია და ჩვეულებრივი ინდიკატორის იმას მომცემს ეფექტს. ეხლა მაგალითად ლიმონს რო ვაწურავ ჩაის. რატო ვაწურავ? იმიტომ რომ C ვიტამინმა გამიძლიეროს იმუნიტეტი, ხო, მაგრამ C ვიტამინი იქვე კვდება. როგორც კი აი მდუღარე წყალში ვაწვეთებ, მაგრამ რჩება ლიმონმჟავა, რომელიც ჩემს იმუნიტეტს ვერაფრით ვერ დაეხმარება, მაგრამ მაძლევს გემოს, სასიამოვნო დასალევია. ამიტომ თუ მე მინდა რომ ეს გემოც მივიღო და C ვიტამინიც, უნდა ცოტა ხანი ვაცალო იმ ჩაის რო გაგრილდეს და მერე ჩავაწურო, ან მივირთვა ცალკე. ეხლა რაც შეეხება თაფლს, თაფლი 70 გრადუსზე უფრო მაღალ ტემპერატურის წყალში თუ გავხსნით, იქ წავა სპეციფიკური რეაქცია და წარმოიქმნება რბილად რო ვთქვათ, ესე პოპულარულ ენაზე ცუდი ნივთიერებები. ნივთიერებები, რომლებიც რბილ ქსოვილებში დაგროვდება და შეიძლება ასე იყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ შეიძლება რაც დრო გავა თუ ეს ჩემი ცხოვრების წესი, ანუ მუდმივად ჩაის დებ ჩაიში, ხო? დუღარე ჩაიში, დაგროვდეს ჩემს რბილ ქსოვილებში და რაღაცის პროვოცირება გამოიწვიოს წლების მერე. ეს რაღაცა შეიძლება იყოს ავთვისებიანი სიმსივნეც. ნახეთ, აი, თითქოს დეტალებია და ძალიან ბევრი ამბობს, რომ მოიცა კაცო ერთი, მაგრამ რეალურად ქიმიურ დონეზე ეს ასე მუშაობს. ეხლა შენ გაითვალისწინებ ამას, დაიჯერებ ამას თუ არა, ეს უკვე შენი საქმე არის. აი პატარა ფრაგმენტი მოგიყვან ჩაის დალევა, ხო? ქიმია არის. იგივე წმენდა რაღაცეების სააბაზანუსი, სამზარეულოსი ჩვენ ყოველთვის გვაქვს ქიმიურ ნივთიერებებთან საქმე. აი თუნდაც გაჭედილი მილები რო არის. აი რო ვყრით რაღაცეებს, ხო? წყალს ვასხავთ. აი რაც მე წეღან გაჩვენეთ ექსპერიმენტი, ფაქტიურად იგივე არის. იმ ფხვნილში არის ძალიან ბევრს აწერია კაუსტიკური სოდა. კაუსტიკური სოდა, აი უკან ბოთლს შემადგენლობაზე მე-19 საუკუნის ტერმინია. მე-20 საუკუნიდან ფაქტიურად აღარ იხმარება ეს ტერმინი, მაგრამ აი ამ პროდუქტებზე მაინც გვხვდება აი შემადგენლობაში, ზოგიერთი ფირმის შემადგენლობაში, ეს არის ნატრიუმის ტუტე. ნატრიუმის ტუტე და იქ პატარა ბრწყინავი რაღაცა ნაწილაკები, ეს ალუმინია და წყალს რო ასხავ, რეაქცია მიდის. ალუმინსა და ნატრიუმის ტუტეს შორის გამოიყოფა სითბო, წყალბადი გამოიყოფა და ამიტომ არ უნდა მიიტანოს ახე და ის ახლოს და თვალები, ამიტომ აწერია რომ დაიცავით თვალები და სასუნთქი გზები და ეს სითბო აიძულებს რომ ეს გაჭედილი ეს რაღაცა ჭუჭყი გაიტანოს ბოლომდე და გაასუფთავოს მილკი. რა მისა ყოფილა, მარტივად ყოფილა, უფრო რაღაცა ის წარმომედგინა. ჩვეულებრივი ქიმია, ხო? ვეგეტოსრებაა, მაგრამ ხო, ასე რომ აი მე ყოველთვის ვეუბნები სკოლის მოსწავლეებსაც და
ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტში ადრე იყო ხოლმე შესავალი კურსები, სადაც აი ქიმიის კურსი იყო ხოლმე, ოღონდ იმ ხალხისთვის, ვინც მე არაპირებდა, თქვათ ბიოლოგობას ან მოკლედ სხვა იმას აპირებდა პროფესიის არჩევას, მაგალითად საბანკო საქმე, ისტორია და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შესავალი კურსების გავლა ევალებოდათ და აი ყოველთვის ამას ვეუბნებოდი, რომ არა აქვს მნიშვნელობა შენ რა სპეციალობის ხარ, ელემენტარული ქიმიური განათლება უნდა გქონდეს. თუნდაც უნდა იცოდე, რომ ასკორბინის მჟავა და C ვიტამინი ერთი და იგივე არის. თუნდაც ამით ისაქვთნათ, რა ქვია, დავიწყოთ. აი ესეც სხვა აი ახლა ძალიან საინტერესო საყოფო ცხოვრება მაგალითები მოგევით და მათ შორის ახლა ის ჩაის მაგალითი რას თქვით ხო? მაგაზე რაღაცა ცოტა ძნელი გახდა, რომ დააჯერო ადამიანებს, რომ აი ეს ჩაიში ჩაწურული ლიმონი უკვე აღარ არის ის ეფექტი, რის მიღწევასაც ცდილობ. ასეთი ტიპის რამე თუ გახსენდება სხვა მაგალითები, რაც შეიძლება ჩვენს სვენელებს გავუზიაროთ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან მახსენდება ერთი ქალბატონის პოსტი ერთ-ერთი ჯგუფიდან, სოციალური ქსელის ერთი ჯგუფიდან, რომელიც ამბობდა, რომ მიშველეთ, იმიტომ რომ გაუწყდა თერმომეტრი. და დაეღვარა მერკური, იგივე ვერცხლის წყალი. დღეს უკვე მერკური ეს ალქიმიური ტერმინია. იმიტომ რომ მზის ირგვლივ მზის სისტემის პლანეტებში მერკური ყველაზე უფრო სწრაფია და ისევე როგორც მერკურია სწრაფი, ესეც იშლება, ხო და ძალიან სწრაფად დარბის. თუმცა დღეს უკვე დღევანდელ სამეცნიერო სტატიებშიც თქვენ უკვე მერკურის შეხვდებით. ისევ დაბრუნდა ეს ტერმინი, თუმცა ჰიდრარგირუმიც არავის არ აუგრძალავს, ანუ ვერცხლის წყალი ჩვენებურად. ძალიან საინტერესო მეტალია, ლითონი. მეტალი ამ შემთხვევაში ეს არ არის რუსული სიტყვა, ეს არის ლათინური საერთაშორისო ტერმინი. და აი ძალიან ბევრმა არ იცის როგორ მოიქცეს ვერცხლის წყალთან ურთიერთობისას და ეს ქალი ამბობდა, რომ ჯერ თავისი ოქროს რგოლით, ქორწინების რგოლით შეაგროვა და მერე გადაყარა ნაგავში, ანუ ჩამოაცილა იმ ბეჭედს და გადაყარა ნაგავში, მაგრამ ის წუხდა არა იმაზე, რომ არასწორად მოაგროვა ეს მერკურის წვეთები, არამედ იმაზე, რომ ეს ბეჭედი დაიფარა თეთრი ფიფქით. და აი რა გავაკეთო და ძალიან არასწორ რაღაცებს ეუბნებოდნენ და თავიდან კი ვიფიქრე, რომ აი ამ ქალმა ეთყობა ქიმია არ ისწავლა სკოლაში მეთქი და უთხრა თუ არა ეხლა რა შეცდომა დაუშვათ, მაგრამ მე მაინც დავწერე კომენტარი. მოკლედ, ეს ყველა შეიძლება დაემართოს, ხო? იმიტომ რომ არის მაინც სახლებში ეს ძველი თერმომეტრები. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა პირველ რიგში გავხსნათ ფანჯარა და ცხოველები და ბავშვები იმ ოთახიდან და გავიყვანოთ. ზოგი ფიქრობს, რომ შეიძლება ცოცხით მოაგროვოს, არა, იმიტომ რომ დაიშლება და ვინცაც შეხტება ეს წვეთები, კაცმა არ იცის. კითხულობენ ხოლმე და მტვარსასრუტით და მე ხუმრობით ვეუბნები ხოლმე, რომ კი, შეგიძლიათ, მაგრამ მე ეს მტვარსასრუტი უნდა გადააგდოთ. ყოველ შემთხვევაში ფილტრი მაინც უნდა გადააგდოთ. უნდა შეაგროვო ან სპილენძის მავთულით, იმიტომ რომ მაგნიტივით მიიზიდავს. შეგიძლიათ ვერცხლის და ოქროს ბეჭდებიც გამოიყენოთ, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ მიიზიდავს რეალურად მართლა. მაგრამ თუ ამ სპილენძს ვერ იპოვით, მაშინ უბრალოდ უნდა აიღოთ პირსახოცი, დაასველოთ. გაწუროთ, ოღონდ არა ძალიან და არც უნდა ძალიან ისე იყოს საშუალო კონსისტენციით. შეეცადოთ, რომ იმ მთლიანად მოხვეწოთ ეს წვეთები, ისე რომ არ დაგრჩეთ რაღაცა წვეთი ისე და უნდა ჩადოთ კილაში. მინის კილაში, კარგად უნდა დაახუროთ თავი და უნდა დამარხოთ მიწაში. მიწაში უნდა ჩაფლათ, ასე ვთქვათ, სადმე ისეთ ადგილას, რომ რომელიმე ძაღლმა არ ამოთხაროს. ეხლა ამაზე ეცინებათ ხოლმე, იმიტომ რომ ნაგავსაყრელიო, მაგრამ არ შეიძლება, იმიტომ რომ და მეკითხებიან, აი, მოსწავლეები კითხულობენ ხოლმე ან პირველ კურსელები და მე რა, აი, რო გადავაგდო ნაგავსაყრელში, მე რა დამემართება. შენ შეიძლება კონკრეტულად იმ შემთხვევაში არაფერი დაგემართოს, მაგრამ ეკოლოგიურად გარემოსთვის არის ცუდი და უკან დაგიბრუნდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ ნაგავს წაიღებენ ნაგავსაყრელზე, შეიძლება ეს კილაში არც ჩადებენ, ხო? ანდა ჩადეს კილაში და ნაგავსაყრელზე გადააგდეს. გატყდეს, ეს გადმოიყვაროს იქიდან, მერე ნალექი მოვა, წვიმა, თოვლი, ეს მოძრავი მეტალია.
ჩაცოცდება, ჩაყვება იმას წყალს, გადავა ნიადაგში, მიწისქვეშა წყალში იმოგზაურებს და შეიძლება მოხვდეს ზედაპირულ წყლებში, ანუ ტბებსა და მდინარეებში, სადაც იქაური ჰაბიტატები მოწამლოს და ეს დაგიბრუნდეს უკან იგივე სარწყავი წყლის სახით ან რა ვიცი, ნებისმიერი თევზის ხორცით? ხო, იგივე თევზის ხორცით, ხო, რომელიც რეალურად მერკური ტბის და მდინარის თევზის ხორცში არ არის, უფრო ზღვის და ოკეანის სახეობებშია, მაგრამ თუ ასე ჩაიღვრება, რა თქმა უნდა, იქნება ამ შემთხვევაში ამ ტიპის თევზშიც. ან რეალურად საშიში ნაწილია. ამიტომ ხო, თუმცა ეხლა ამასაც მეკითხებიან ხოლმე, აი მე ხელი მომიკიდია და არაფერი. კი ბატონო, ეს 1 და 2 შეხებით არაფერი არ დაგემართება, მაგრამ ასევე აუცილებელია რომ ის მერე განიავდეს ის ოთახი. იმიტომ რომ შეიძლება იქ სადმე ნაპრალი იყო კედელში ან დაბლა იატაკზე და ჩახტა ეს წვეთი და იქ დაიწყო აორთქლება და შენ ამ დროს სუნთქავ ამ ორთქლს. ესეც ხა მცირე დოზით არაფერს არ გიზავს. თუმცა მძიმე მეტალებით და კერძოდ მერკურით მოწამლოს თავის დაავადებას თავისი სახელწოდება აქვს და ეს არის მინამატას დაავადება, როდესაც ცენტრალური ნერვული სისტემა ზიანდება და ადამიანი კვდება. ხო, მინამატას კონვენციაც ხარსილობს, ჩვენც რომ მივუერთდით და 2026 წლიდან მე მგონი აი უკვე შესული იყო წესი საერთოდ ხაღარ გადამიმოწმებია, მაგრამ ამ მერკურის შემცველი ანუ ვერცხლის შემცველი ხო, ნელ-ნელა იგრძალება, მაგრამ რეალიზება აიგრძალა. რეალიზება კი არ აიგრძალა, იმპორტი აიგრძალა ქვეყანაში. ანუ რაც არის ისინი გაიყიდება და ახლები ვეღარ შემოახვევა. და აი მოქროზე და ვერცხლზე თვითონ ეს მერკური ამალგამებს წარმოქმნის ზოგიერთ მეტალთან და აი ქალბატონმაც იმ თავის ოქროს ბეჭდით რომ მოაგროვა, ამალგამა, ანუ შთანთქა ეს მისი ოქროს რაღაცა ნაწილი და ზემოდან თეთრი აფსკით დაიფარა ეშველებოდა? კი, როგორ არა, წაიღებდა ოქრომჭედელთან და ის მოაცილებდა, მაგრამ თუ იქნებოდა თავდაპირველი წონა ამ ბეჭდის სიტყვაზე 5 გრამი, მერე დარჩებოდა 4 გრამი. უიდა, თან ოქროს ფასი ისე იზრდება, ნამბოლო დროს ეგ არ არის კაი ამბავი. სხვათა შორის ალქიმიკოსებს აქვთ ასეთი სურათი იძებნება ეს Google-ში მიწაზე დაგდებულ მეფეს ჭამს რუხი მგელი. და ეს მეფე არის სხვადასხვა ფერი. იმის მიხედვით, რომელი მეტალია. ანუ ამალგამის წარმოქმნის რეაქცია არის გამოსახული. ალქიმიური ალეგორიით. ხო, ალქიმიკოსებზე და ალქიმიაზე ჩვენ გადავალთ კიდე ვისაუბრებთ. აქ ეხლა თქვენ ისეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს შევეხეთ და აქტუალურ თემებს და ბარემ აქვე ვიკითხავ ამ ნიტრატების შესახებაც, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით ჩვენ საზოგადოებას ძალიან აღელვებს და ხშირად არის ხოლმე განხილვის თემები. თავიდან სოციალურ ქსელებში იყო და ეხლა უკვე ხშირად ტრადიციულ მედიაშიცაა ხოლმე და აი ამასთან დაკავშირებით რა შეგვიძლია გითხრათ? რაღაცა კვლევები თუ გვაქვს, რა გვაქვს, რომელიც მათოდენობას ზომავს და მოკლედ სინამდვილეში რა ხდება ამ ნიტრატებთან დაკავშირებით. კი, მე ერთ-ერთ ტელევიზიაში ვიყავი კიდევაც მიწვეული ექიმებთან ერთად, ისინი თავის სფეროს მიხედვით არჩევდნენ და იქ ქონდათ მოტანილი და ნუ მე ქიმიური თვალსაზრისით და მაშინ მახსოვს ქონდათ მოტანილი სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული. ეს ვისაზამთრო ესე. და მე უკვე როდესაც დამთავრდა სიუჟეტი, მე გვითხრეს ჩვენ, რომ საკმაოდ ისეთი პრესტიჟული ადგილებიდან მინდა გითხრათ და ყველას ქონდა ნიტრატი. ანუ ფაქტიურად 21 საუკუნეში სამწუხაროდ უნიტრატო ხილს და ბოსტნეულს ალბათ ვეღარ ვიპოვით. ეს ალბათ იმ შემთხვევაში თუ რაღაცა განსაკუთრებულ ადგილას არის მოყვანილი, აი მართლა აი ორგანულს რასაც უწოდებენ, მაგრამ იმასაც ექნება გარკვეული ნიტრატი, იმიტომ რომ თვითონ ჭირდება მცენარის ნიტრატი და ეს ჩვეულებრივი ნიტრიფიკაციის რეაქცია მიდის ნიადაგში სპეციფიკური ბაქტერიების მეშვეობით და ამ წარმოქმნილ ნიტრატს იწოვს ფესვთა სისტემა და მერე ნაწილდება მცენარის მთელს ანუ ღეროში, ფოთლებში და ნაყოფში. მაგრამ აქ არის საუბარი რაოდენობაზე. ანუ ის მცირე რაოდენობა საჭირო არის თვითონ მცენარისთვის. და ჩვენც არაფერს არ დაგვაზიანებს, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ჩვენი ფერმერები და აი ეს ჩვენი
აი ეს ხალხი, ვინც სოფლად ამ ყველაფერს აკეთებს, ზედმეტ სასუქებს აყრიან ამ თავის იმას, რა ქვია, საზამთრო იქნება, თუ სხვა მოსავალი და ვენახი და მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ეს არის კარგი. მაგალითად მე შევესწარი, მე კახეთში მაქვს სოფელი და შევესწარი, როგორ მოუტანეს ერთ-ერთ ჩემს მეზობელს აი სასუქი და ეს გეგმებს ამბობდა, რომ აი ბლომად უნდა დავაყარო და ნუ მე რაღაცა ისე უთხარი, რომ არ დააყაროთ, მე უთხარი, იმიტომ რომ ნახეთ მეთქი რა, იქ კონცენტრაციებს შეხედეთ მეთქი და რას ამბობ, მითხრა, უფრო დიდები გაიზრდება, აქ საზამთროზე იყო საუბარი და კარგებიო და ამ ოჯახს ეს საზამთრო გასაყიდად არ უნდოდა. იმიტომ რომ დიდი ოჯახია და ანუ წარმოიდგინეს თავისი შვილიშვილებისთვის და ასე შემდეგ. ანუ ინფორმაციის ნაკლებობაა მოკლედ და ალბათ კარგი იქნება ამ ფერმერებისთვისაც და თვითონ ამ შრომელი ხალხისთვის კიდე რაღაცა ცალკე ამ ბროშურების და ასე შემდეგ დამზადება, რომ მეტი არ ნიშნავს კარგს. და ისევ ავიცენესი არა აი პარაცელსუსის სიტყვები მინდა გავიხსენო. ყველაფერი შეიძლება იყოს წამალი და შეიძლება ყველაფერი იყოს შხამი, გააჩნია რაოდენობას. მე ჩვენთან გროვდება ეს ნიტრატები ისევ რბილ-ქსოვილებში და ათასნაირ იმას იწვევს დაწყებული ალერგიული რეაქციებიდან დამთავრებული თქვათ სხვადასხვა მეტაბოლისტური რეაქციების დათრგუნვისკენ, რაც მერე შეიძლება საფუძველი გახდეს დაავადების წარმოქმნის. მოდი ეს რაღაცა შევთანხმდეთ, რომ ერთხელ კიდე გვეწვიეთ, ნუ მინიმუმ ერთხელ და ერთი ეპიზოდი მოდით მივუძღვნათ სასუქებს და პესტიციდებს და მათ გავლენას გარემოზე და მათ შორის ჩვენზეც. დიდი სიამოვნებით. აქტუალური და მძიმე თემაა. პატარა ის არის, პატარა ტესტია, გოგირდმჟავა გვინდა და დიფენილამინი და შეგვიძლია დავაწყვეტოთ, იქვე უნდა დამზადდეს ეს რეაქტივი და მაწყვეტებ და უნდა გალურჯდეს. თუ გალურჯდა, ზედაპირი ესე იგი შეიცავს ნიტრატს. ხო, აი ეს ახლა ტესტები რო იყიდება ხოლმე. მაგაზე ორფრები ისინი გამიგია, რომ არ არის ეს რეალურად მაგას არ ზომავს და ასე შემდეგ. ნუ იცით ხო ეს რაც რომ კი, სენსორები, ხო, აქ მე მგონი აუცილებელია კალიბრაცია და გააჩნია რა ტიპის სენსორს იყიდი. ამიტომ აპრიორი სტომილება შეიძლება იყოს, ხო? კი ბატონო. კეთილი. თქვენს იმას წეგან მერკურზე რო საუბრობდით, ეს ნახევარდაშლის პერიოდი რა არის მაგის? მერკურის? მერკური ეხა ზუსტად ხანი გაჩერდება დაახლოებით ეს ეხა ის გარემოში. აი მაგალითად ოთახში რო სადმე ჩავარდეს პატარა წვეთი დაახლოებით 1-3 თვე მაინც დაჭირდება რომ ის ბოლომდე აორთქლდეს. დიდი ქონია. კი ბატონო. ხო ეხლა სანამ ჩვენი პოდკასტის ჩაწერას დავიწყებდით, მანამდე ვკითხულობდი, ერთ-ერთი იმას ვერ დავამთავრე, უბრალოდ ბოლომდე წაკითხე, ეხლა თქვენ რო საუბრობდით, ან სულ ეგ მახსენდებოდა, იმიტომ რომ კვლევა იყო ძალიან საინტერესო, რომ დღეს ვინც არიან 50 წელზე ზემოთ ასაკის კაცები. აღმოჩნდა, რომ აი ეს მძიმე მეტალების კონცენტრაცია უფრო მაღალია და უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, ვიდრე ქალებისაზე და რატო? იმიტომ რომ ქალების სხვა ისინი ჰქონდათ ცხოვრებისეული რაღაც ნაწილები იმ პერიოდებში, ცხოვრების რომელსაც შეძლეს ასე თუ ისე ან თავიდან არიდება, ან რაღაცა კომპენსაციის მექანიზმები და კაცებმა ნაკლებათო და მოგეთ ეს ძალიან სერიოზული თემაა და აი ეს მძიმე მეტალების გამოყენება, ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ინფორმირებულობაც ალბათ ნენელა იზრდება უფრო საზოგადოებაში. ამის შესახებ არ მგონია, რომ ფართოდ ინფორმირებული ყოფილიყო ხალხი 50 წლის. იცით რა არის მძიმე მეტალები, ეს ის თემაა, რომ ეხლა ჩვენ რო გავიდეთ და ერთი 10 კაცი შემოვიყვანოთ. აი ესე ვინ შეგვხვდება? ყველა სხვადასხვა ცხოვრების წესით, ხო? და ჩვენც დავემატოთ ამ 10 ადამიანს. შეიძლება ხო, ეჭვმეპარება რომ ვიპოვოთ ვინმე, ვისაც არ აქვს რაღაცა დონით მაინც მძიმე მეტალი ორგანიზმში, იმიტომ რომ დავიწყოთ იქიდან, რომ მაინც ატმოსფერულ ჰაერში არის ტყვია. გაეროს კომისიის მიერ 2008 წელს თუ არ მეშლება
ყველაზე 3 ყველაზე საშიში მძიმე მეტალი იქნა დასახელებული და თიო მეტალები დაარქვეს, თიო, იმიტომ რომ თიო ჯგუფებს უკავშირდება, ანუ გოგირდის შემცველ ჯგუფებს, SH ჯგუფებს, რომელიც მაგალითად კოფერმენტებში არის ჩვენს ორგანიზმში და ამინომჟავებში, ზოგიერთ ამინომჟავებში, მაგრამ ეს ამინომჟავები აი მცილის ასაშენებელი 20 ამინომჟავაში შედის. ეს არის მერკური, ეს არის ტყვია და ეს არის კადმიუმი. და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე რო შეხვიდეთ, სადაც არის ატმოსფერული ჰაერის ღია პორტალი, იქ ნახავთ, რომ ტყვია არის ატმოსფერულ ჰაერში. მართალია, ეს არ არის ასე ვთქვათ, გაწითლებული, იმიტომ რომ მან ფერები გამოიყენება. ესე იგი მწვანე ყველაფერი იგზია, მერე ყვითელი, აი ცოტათი არის გადაცდენილი, ეს ყვითელი შეიძლება იყოს ღია ყვითელი, მუქი ყვითელი და მერე უკვე თუ წითლდება, ესე იგი ზაგან გაშვა. ანუ ეს არის ზოგიერთ ადგილებში შეინიშნება, არის დაფიქსირებული, თბილისზე არის საუბარი აქ. ძალიან ღია ყვითელი ფერის. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ოდნავ არის გადაჭარბებული, მაგრამ მაინც არის. სხვათა შორის ჩვენი უნივერსიტეტით ერთ-ერთი პროექტის თანახმად მე მქონდა ეგ პროექტი, ზომავს ამ იმას, მაგრამ ჰაერის პირველად დამაბინძურებლებს, მაგრამ ჩვენ მძიმე მეტალებს არ ვზომავთ და ესე იგი ნახეთ, თუნდაც აეცხილი და ბოსტნეული რო იყიდება გარეთ ქუჩაში. სადაც მანქანების მოძრაობა, ანუ ჩათვალეთ, რომ იქ არის მძიმე მეტალი, თანთქავს ეს, ანუ შედის და მე ჩვენ ამას მივირთმევთ. ეხა კაცებზე, თუმცა ეხა ქალებიც არ ჩამორჩებიან. ძალიან ვთხოვ ჩვენს მაყურებლებს, რომ არ დამწამონ, რომ ვინმეს დისკრედიტაციას ვაკეთებ, ამ შემთხვევაში მწეველებზე უნდა გავამახვილო ყურადღება, რომლებიც ეწევიან ამ სიგარეტს და სიგარეტში გარდა იმისა, რომ მენდელეევის მთელი პერიოდული შეგვიძლია ვიპოვოთ, არის კადმიუმი, მძიმე მეტალი, ეს კადმიუმი, რომელიც იმ სამეულში არის შეტანილი და კადმიუმით მოწამულას თავისი სახელი აქვს, იტაი ქვია. ასე დაავადება არსებობს. ერთი სიგარეტით შეტანილი კადმიუმი, რომ გამოვიდეს ორგანიზმიდან, რაღაც ამერიკელების კვლევა წავიკითხე, 40 დღეა საჭირო. ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა ერთ სიგარეტს ხვარავინ ეწევა და ერთ ღერზე არის საუბარი, ხო? ეს თამბაქოს აქვს, ესე იგი, დანარჩენ იმას თქვათ, იქ ამიაკს და რაღაცებს, პოლონიუმს და ასე შემდეგ, ხო, უმატებენ სიგარეტის წარმოების დროს, მაგრამ თვითონ სუფთა თამბაქოც რომ მოწიო, იქ მაინც იქნება კადმიუმი, იმიტომ რომ კადმიუმს შეიცავს ნებისმიერი ტიპის ნიადაგი, ბუნებრივად და ზოგიერთ მცენარეს აქვს ბუნებრივი სწრაფვა მისი შეწოვის ამ ნიადაგიდან და პირველ ადგილზე არის თამბაქო. ასე რომ ბუნებრივად არის, თუ ბუნებრივად შეიცავს ის ამას. ასე რომ, რა ვიცი, პოლონიუმიც შედის იმაში? კი ბატონო, ზოგიერთ სიგარეტში იქ აქვს ისინი, რადიოაქტიურიც არის კი. ეს მარკიურიუმ რო აღმოაჩინა. კი ბატონო, მაგრამ იქ არის გააჩნია რა იზოტოპი არის და მე როგორც ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეხლა თანამედროვე ტექნოლოგიები აღარ ვიცი ამ სიგარეტის, მაგრამ ადრე აი სქემაში ეს კლასიკაში ხო. და ეხლა ნახეთ როგორ არის, მე მაგალითად არასოდეს არ მომიწევია სიგარეტი, სულ ვაჟას სიტყვები მახსენდებოდა, ბოლის ყლაპვა რომ მინდოდეს ბუხარში შევყოფ თავსა. მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ვარ პასიური მწეველი. რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის ვერ ეტყვი ადამიანს, რომ აი მე იცი რა, რაღაც ეს მაინც ეს ხათრისის გვაქვს რა, და შენც სუნთქავ ამ იმას, ასე რომ ეს კადმიუმი მე ჩემთანაც იქნება. კი ბატონო. ეს კვლევა იყო ერთ-ერთი, თუ სწორად მოვიძიე ეს ინფორმაცია, რომელიც ქვემო ქართლში იქ ნიადაგის კვლევებზე იყო და იქაც იყო კიდე ეს კადმიუმის მე მგონი. კადმიუმი ყველგან იქნება. აი გარემოს ქიმიის წინგში environmental chemistry წერია რომ ამაზონის ტყეში რო წახვიდეთო, ხო? აი დედამიწის ფილტვებად არის. ნორმასა და იმას შორის ხო არის მაინც. ხო, რა თქმა უნდა, კი. ხო და ჩვენ მაგამ ბავშვი როგორ ვართ გვაქვს ეგ მონაცემები. აი ეგ ხა ამ წუთას ვერ გეტყვით. ხო.
კი ბატონო, ასევე კიდე მინდა რომ შევეხოთ ბრაზილიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში ეს რეაქტის კვლევა რო არის, აი მანდ რას იკვლევთ, რას აკეთებთ რა პროცესი? რეაქტის კვლევა ეს აბრივიატურა არის, შემოკლება ამ პროექტის. რეალურად ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში დავამონტაჟეთ 4 ადგილას თბილისში ჰაერის ატმოსფერული ჰაერის პირველადი დამაბინძურებლების სენსორები, გასაზომი სენსორები. ნატოს პროექტი არის, ნატოს SPS პროგრამის მიერ დაფინანსებული და ჩვენს გარდა ამ პროექტში იყვნენ ამერიკელები და ვენეციის კაფუსკარის უნივერსიტეტი და პირველად დამაბინძურებლებში რას გულისხმობ იცით? ეხლა ეს პროექტი დასრულდა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ კვლევას. მე იგულისხმება აი მაგალითად აზოტის და გოგირდის ოქსიდები. იგულისხმება PM ნაწილაკები, 1 ნანომეტრის ზომის PM ნაწილაკებს ჩვენ ვზომავთ მარტო. 2.5 და 10 ნანომეტრის ზომის შემდეგ იქ არის აგრეთვე წყლის ორთქლის რაოდენობა, ანუ ტენიანობას ვზომავთ, ტემპერატურას ვზომავთ და ქარის მიმართულებას და სიჩქარეს. ანუ ნახეთ ახლა ეს არის პირველადი დამაბინძურებლები, რომლებიც შეიძლება შევიდნენ რაღაცა რეაქციებში და წარმოქმნან მეორეული დამაბინძურებლები და მერე იმათ წარმოქმნან მესამეული დამაბინძურებლები. NO2 და SO2 მაგალითად აზოტის დიოქსიდი და გოგირდის დიოქსიდი. შედიან პირდაპირ წყალთან რეაქციაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმ წყლის ორთქლის გაზომვაც და მჟავა ოქსიდებია ორივე და ბუნებრივია წარმოქმნიან მჟავებს. ამიტომ ახლა ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მარტო თბილისში კი არა, მთელი პლანეტა დედამიწის მასშტაბით ნალექი არის მჟავა pH-ის, ანუ მჟავა წვიმა და მჟავა ნალექი გვაქვს. მაგრამ ეს ბუნებრივია ესეთი დიდი განზავებაა, რომ ჩვენ ახლა ამას ვერანაირად ვერ ვიგრძნობთ. ანუ ეს რომანტიკული ის რო არის ხოლმე კადრები, რომ წვიმის ზრდოდა დგები პირს გააღებ და რაღაცა. ხო, ეს ჯობია არ გააღებ. და რაც შეეხება PM ნაწილაკებს, ეს არის ფაქტიურად მტვრის ნაწილაკები. ინგლისურად ესე იგი აღნიშნა არის particular matter და ქართულად ითარგმნება როგორც შეწონილი ნაწილაკები. მტვერია ფაქტიურად, რომელიც მაგნიტის როლს თამაშობს და იზიდავს იგივე ამ მძიმე მეტალებს. ამიტომ თუ არის დიდი რაოდენობით მტვრის ნაწილაკები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მძიმე მეტალების მტვერი დგას. აი ესეთი ტერმინი გამოიყენება, დგას ატმოსფერულ ჰაერში. ეს დაბინძურება, იგივე პროცესი იყო. აი ეგ პროცესი იყო, მაგრამ ეხლა რაც იყო დაბინძურება, ეს ნამდვილად არ იყო ანთროპოგენული. ეს ნამდვილად იყო აი უდაბნოს მტვერი შემოტანილი. ეს ანუ მაინც აბსორბციას აკეთებს. აი აკეთებს, რა თქმა უნდა, აკეთებს კი და ფაქტობრივად ერთი თვე იდგა ეს და სმოგი წარმოიქმნა. აი სმოგი არის უკვე მეორეული და მესამეული პროდუქტების, ანუ რეაქციები ხომ მიდის, აი მაგის შედეგი. იმიტომ რომ იქ მესამეული პროდუქტები, მაგალითად სმოგში არის ალდეჰიდები, ისინი რა ეთერები, მაგრამ ესე ამათი დაშლის პერიოდი ძალიან ის არის ცოტა ხო, ანუ წარმოიქმნებიან, პიკს აღწევენ, მერე იშლებიან, მაგრამ მერე ისევ ის არის, მერე ისევ წარმოიქმნებიან. ამ პერიოდში მაგარემოში რო ხარ და ამ ყველაფერს სუნთქავ. ამას პოტენციურად ზიანის მოყენება ხო შეუძლია? კი, რა თქმა უნდა, შეუძლია. ხო და აი მე მაგის ის მინდა, რომ დიდი კამათი იყო, რომ იყო ეს გამოწვეული ანთროპოგენური გზით, ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად თუ ბუნებრივად. აი ეგ სმოგი მაინც ბუნებრივად იყო შემოსული ეს ისა, თუმცა ну, მაინც ალბათ კი არა, აი ამ ტეკ დათვალიერების დროს აი ამ CO-ს და CO2-ის რაოდენობას უნდა მიექცეს უფრო ყურადღება, იმიტომ რომ და იგივე ბენზინის აწვავის ხარისხს, იმიტომ რომ ტყვია გამოდის თუ არა, იმიტომ რომ ეს ტყვია რო არის და არის იქ დაფიქსირებული, რომ ღია ყვითელია, მაგრამ მაინც არის, ეს აიდან არის ეს ტყვია, ხო? ალბათ მაინც რაღაცა გამოდაბოლქვი. განიავების სისტემასაც ხო ახასაა მნიშვნელობა, ხო, ქალაქის ვენტილაციას და აი რისი კითხვა მინდა ესეც, რომ აი მაგალითად მე ვყოფილი ვარ ქალაქებში, ну მათ შორის ჩემს ძალიან საყვარელ ქვეყნებში, სადაც ადამიანს ვერ ვხედავდი, აი ასეთ მანძილზე სმოგის გამო, აი სად შეგვხვდათ ესეთი
კი, დელიში შეგხვდებოდათ. დელი, ჩინეთის ქალაქები, აი ჯაკარტა, ესენი კი. ხო, და ანუ რეალურად ეს არის სავანე, გარდა იმისა, რომ ეხლა ეს სხვადასხვა ნივთიერებები არის და აი გასაგებია ზოგი სწრაფად იშლება, მაგრამ მაინც იწოვს, იმაგრებს აი ამ მძიმე მეტალებს, რომლებიც შეიძლება პოტენციურად მერე საფრთხე შემიძლია. კი, და არა მხოლოდ მძიმე მეტალებს, იქ ორგანულ, აი ესეთი აღნიშვნა არის volatile organic compounds, ანუ აქროლადი ორგანული ნივთიერებები და აი ეს სხვადასხვა ტიპის ალდეჰიდები და ასე შემდეგ შედის ამ VOC-ში, რომელიც ასევე სმოგის ნაწილი არის. მაგრამ ეხლა თქვენ რაც ბრძანეთ დელიზე, ასეთი სმოგი აქ არ ყოფილა, მადლობა. ასეთი არის საბედნიეროდ. და იმ ჩინეთის ქალაქებში მეტნაკლებად მოგვარდა ეგ პრობლემა. ნიუ-დელის არის შველა და არ ვიცი კიდე შველება თუ არა. ამიტომ ყველას ვეუბნები ხოლმე, რომ ინდოეთში მეც წახვალთ, მაინც და მაინც ნიუ-დელის დათვალიერებით შემოიფარგლებით. ანუ მაგის გარდა ყველაფერი შეგიძლიათ რომ ნახოთ, იქ ბევრია სანახავი. კიდევ ესე იგი, ანუ ის კვლევები, რომლებიც ამ ილიას უნივერსიტეტის ფარგლებში სხვათა შორის, ახლა მეორე პროექტი გვაქვს ჩვენ ნატოსი, სადაც შერჩეულ ჯგუფს ვიკვლევთ ჭკვიანი საათებით. და ეს ჭკვიანი საათები იკვლევენ, ბუნებრივია ამ ადამიანებისგან გვაქვს ნებართვა, რომ გამოვიკვლიოთ მათი ეს ფიზიოლოგიური მონაცემები. ყველა ცხოვრობს თბილისში და აი შემდეგ მანქანური სწავლებით, უნდა ალგორითმით დავაკავშიროთ, თქვათ, აი როგორი კორელაცია არის მათ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჰაერის დაბინძურებას შორის. და ერთი შეკითხვა მაქვს, არ ვიცი ხარ რამდენად სწორად ამ შეკითხვას დიალოგებს შევსწრები ვარ ბინების მშენებლობასთან დაკავშირებით და სამშენებლო მასალებთან დაკავშირებით. თუ არის რაღაცა ისეთი, რომ შეგვიძლია ვუთხრათ რჩევასავით, რა გაითვალისწინონ ხოლმე ადამიანებმა, რომლებიც რემონტს აკეთებენ, ან მშენებარე ბინაში ცდილობენ, რომ რაღაცები გაითვალისწინონ, რომ რა შეიძლება იყოს პოტენციურად რისკის შემცველი და რა შეიძლება რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის რომ ამ რისკებისგან თავი დავისხოთ. იცით რა არის? ახლა მადლობა რომ ეს კითხვა დამისვით, იმიტომ რომ იგივე აი როდესაც ჰაერის ხარისხებს საუბრობთ, იქ არის ორი ნაწილი. სახლის გარეთა ჰაერი და სახლის შიდა ჰაერი. და აი ესეთი ის არის მოყვანილი მაგალითი, რომ შეიძლება ისევ ამაზონის ტყეებზე უნდა ისაუქნე, შეიძლება შენს გარეთ რო გახვალ შუაგულ ამაზონში ცხოვრობდე, ესე იგი ძალიან გამჭვირვალე და კარგი ჰაერი კონდეს, მაგრამ შიგნით იყოს ცუდი ჰაერი. და მაშინ რა ისევ შენ ჯანმრთელობაზე იქნება ეს დარტყმა. პირველ რიგში საღებავები, ანუ თუ არის იაფი საღებავი, აი ცოტა საეჭვთი იაფი საღებავი და შენ გინდა რომ გამოიყენო შესაღებად კედლების კაშკაშა საღებავი. კაშკაშაში იგულისხმება ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, აი ეს სპექტრი. მაშინ შეიძლება ის შეიცავდეს ტყვიას. ანუ თუ არის ისე ცოტა საეჭვოდ იაფი. იგივე შემიძლია თქვა ლამინატზე და ლამინატის, ანუ ის ლამინატი შეიცავს ტყვის ალდეჰიდს და ლამინატის ავეჯზე. ეხა, მაგრამ რა შემთხვევაში შეიძლება რომ ეს ტყვის ალდეჰიდი გამოვიდეს და აორთქლდეს? იმ შემთხვევაში თუ მე შევღებე კედელი, აი რაღაცა საეჭვო საღებავით და მე გადავწყვიტე რომ სველი დალაგება მოვაწყო, ანუ სველი ტილოთი გავწმინდო. ან მაგალითად ჩემი სახლი დგას ისეთ ადგილას, სადაც არის მაღალი ტენიანობა. ან ქართული რეალობა, მეზობელმა ჩამომასხა წყალი და დამისველა და ეს შრება. აი ამ გაშრობის დროს, ესე იგი გამოიყოფა ეს ტყვის ალდეჰიდი, რომელსაც შენ ისე სუნთქავ, რომ ეჭვათაც არა გაქვს. ანალოგიურად არის აი ეს ლამინატები, რომლებიც აი ეს ნაწილები რო ერთმანეთთან შეკრული, აი ეს წებო შეიცავს ამ ტყვის ალდეჰიდს და ჯობია თავიდან ავირიდეთ. აი ხო, მოკლედ აი რაც არის უფრო ესეთი საეჭვოდ იაფი, იმას ცოტა უნდა დაუკვირდეთ და წავიკითხოთ, არ დაგვეზაროს რა შედის მის შემადგენლობაში.
კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და ბოლო საკითხზე მინდა რომ გადავიდე, რომელიც სამდეში ხა ყველაზე მეტი ამაზე გმინდოდა რომ გვესაუბრონ, მაგრამ შემდეგზე შეგვიძლია უფრო სიღრმეებში წავიდეთ. ეს არის აი როგორ გარდაიქმნა ეს ალქიმიკოსების მისტიკური ლაბორატორიები თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებად. ეს ძალიან რა გზა გავიარეთ? ძალიან საინტერესო ამბავია და ესეთი კულტურებში განსხვავდება. ალქიმიიდან როგორ მივიღეთ თანამედროვე მეცნიერება. როგორ მივიღეთ თანამედროვე მეცნიერება? მე უფრო ვიცნობ ესე იგი შუა საუკუნეების ევროპულ ალქიმიას და არაბულ ალქიმიას. ინდური და ჩინური ალქიმია ასევე ძალიან საინტერესოა, მაგრამ ნაკლებად ვიცნობ და თავდაპირველად ყველაფერი დაიწყო ეგვიპტიდან. ქემეია როდესაც იყო, რომელიც შავმიწა ნიადაგს ნიშნავს და ბერძნებმა რომ დაიპყრეს მაკედონელის ხალხმა რომ დაიპყრო ეგვიპტე, იქ მიავლინა თავისი მხედართმთავარი, მეგობარი და ასე შემდეგ პტოლემეუსი, რომელსაც უნდა მიეხედა იქ იმისთვის, რა ქვია, ეგვიპტისთვის და პტოლემეუსმა იმითაც გაითქვა სახელი, რომ რუქებს ადგენდა, აი მაგალითად ჩვენ ძალიან ამაყები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ქიმიკოსი მეფე ყავდა ვახტანგ მე-6-ე. ესპანელებს ყავდათ ერთი ფილიპე მეორე და მეორე ჩვენ ყავდა ვახტანგ მე-6-ე, რომლებიც თვითონ ლაბორატორიაში მუშაობდნენ. აი ვახტანგს პირდაპირ უწერია თავის ქიმიის პირველ წიგნში, რომ ესეები ვქენი და არაფერი არა გამოვიდა რაო, ანუ რაღაცები ჩაატარა ეთყობა და ვერ გააკეთა და ეს დაწერა, ანუ არ დამალა. ეგ ნიშნავს რომ მაღალი ის იყო, რა ქვია, მაღალი არ ვიცი ქვია მაგას, ნუ მეცნიერი მაღალი და ანუ ეს გულწრფელად აღიარა. ხო და მოკლედ ეს პტოლემეუსი ვახტანგსაც აქვს მოხსენიებული თავის წიგნში. და ესე იგი დაიწყო აი ამ ეგვიპტედან, სადაც აკეთებდნენ რაღაცა საწამლავებს, იმის ანტიპოდებს, ნახევრად ძვირფასი და ძვირფასი ქვების იმიტაციებს, ნელსაცხებლებს და ასე შემდეგ. და მერე უკვე მე-7 საუკუნეში ეს ეგვიპტე დაიპყრეს არაბებმა. პირველი დაპყრობა მოიგერიეს, იმიტომ რომ ბერძნული ცეცხლი დაუშინეს. ბერძნული ცეცხლი შეიცავდა ზეთს, ნავთობს და გოგირდს. შეიძლება ფოსფორიც იყო. და მოკლედ ისეთი ის ქონდა, რომ ეს რო ეცემოდა, ალდებოდა. ესე იგი, ეს ჭურჭელი სკდებოდა, ეს იღვრებოდა და ალდებოდა და ეხლა წარმოიდგინეთ ეგვიპტეს მოადგნენ ეს არაბები, ამათმა ეს ცეცხლი ესროლეს და გაჩნდა ხის ხომალდებზე ცეცხლი. და რა გააკეთეს არაბებმა? რა თქმა უნდა, აიღეს წყალი და დაუწყეს დასხმა და წყალმა ითამაშა კატალიზატორის როლი და უფრო აალდა და გაგიჟდნენ ეს არაბები, რომ ეს რა მაგარი რაღაცა ყოფილაო. ხო, რა მაგარი რაღაც ყოფილა ეს ქემეიაო. გაბრუნდნენ, მაგრამ უფრო მეტნი დაბრუნდნენ მერე და მოკლედ დაიპყრეს და დაიწყეს მთელი ამ ტექსტების გადათარგმნა არაბულ ენაზე. და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგათ შორის იყო ვინმე ჯაბირი. ჯაბირ იბნ ჰაიამი, რომელმაც თქვა, რომ ელექსირი უნდა მოეძებნათ. იმიტომ რომ ესენი ხო რას აკეთებდნენ? ოქრო უნდათ ხო რომ მიიღოთ ნებისმიერი მეტალი და 7 მეტალი იყო მაშინ ცნობილი და მათ შორის რკინა და სპილენძი და მერკურიც უნდა გარდაექმნათ ოქროც. და რატომღაც იყვნენ მოტივირებულები, რომ რეაქცია ვერცხლის წყალსა და გოგირდს შორის მოგცემდა ოქროს. არადა ეს რეაქცია ძალიან მარტივად ხდება. ჩვეულებრივ ოთახში შეგიძლია ოთახის ტემპერატურა ჩაატარო, ასე წკირით უნდა მოურიო და რუხი ფერის ფხვნილს მიიღებ. ეს არის ჰიდრარგირუ მესი. მაგრამ ჯაბირი ამბობდა, რომ ეს ოქროდ გარდაიქმნებაო. გარდაიქმნებაო, ელექსირი არის საჭირო. და ეს ელექსირი იგივე ფილოსოფიური ქვა მოდის ამ არაბული ენიდან. მისი თქმით ეს უნდა ყოფილიყო ფხვნილი და არაბულად არის იქსირი ფხვნილი. დაუმატეს არტიკლი ალ იქსირი და მე უკვე ევროპელებმა ჯვაროსნული ომების დროს გაალამაზეს და მივიღეთ ელექსირი, იგივე ფილოსოფიური ქვა. ხო და მოკლედ ეძებდა ეს ჯაბირი ამ ელექსირს, დავამატებთო ამას და მივიღებთ ოქროსო, მაგრამ ბუნებრივია რომ ეს ზღაპარი იყო, მაგრამ მე-7 საუკუნეში ეს კაცი ხარ ამბობდა, რომ ჩვენ ერთხელ თუ მივიღებთ ელექსირსო,
ისო ამ ოქროს წარმოქმნის პროცესს დააჩქარებსო, გარდაქმნის პროცესს დააჩქარებსო და ის არასოდეს არ დაიხარჯებაო. აბა რამე ხوار გეცნობა თანამედროვე ქიმია. არ დაიხარჯებაო. ხო, კატალიზატორი არის ეგეთი. ანუ ამატებ, აჩქარებს და კატალიზატორი არ იხარჯება, იმიტომ რომ არ შედის რეაქციაში. მაგრამ ერთი ვერ გათვალა, რომ კატალიზატორი აჩქარებს თერმოქიმიურად შესაძლო რეაქციებს, რომელიც ისედაც მოხდება. და ეხლა რკინა ოქროთ ვერ გარდაიქცევა ვერასოდეს, ვერც ჰიდრარგირუმესი ოქროთ ვერ გარდაიქცევა, ამიტომ აი ამაში იჭრებოდა ჯაბირი. მერე უკვე გაიყო ორი შტო ალქიმიკოსების, ერთნი ამბობდნენ, რომ ელექსირი საჭირო იყო ოქროს მისაღებად. და მეორენი ამბობდნენ, რომ ელექსირი საჭირო იყო ჯამრთელობისთვის, ანუ ალქიმიკოს ექიმები, აი როგორიც პარაცელსუსი იყო, როგორიც იგივე ავიცენა, ძალიან ცნობილი. ავიცენა კი ბატონო. კი ბატონო, რომლებიც ძალიან პოპულარული. კი, რომლებიც და ავიცენას უწერია სხვათა შორის, რომ დღეში 2 ლიტრი წყალი უნდა დალიო. ჯერ კიდე როდის თავის სამედიცინო ტრაქტატში. ანუ ესენი ეძებდნენ ელექსირს ჯამრთელობისთვის, ოღონდ აქ იყო ერთი რამ, რომ და მარადიული ახალგაზრდობისთვის, ოღონდ ისინი აღნიშნავდნენ, რომ მარადიული ახალგაზრდობა ეს არ იყო ისეთი გადატკეცილი უნაოჭო სახე. აქ საუბარი იყო ორგანოების ახალგაზრდობაზე, რომ მაგალითად 80 წლის კაცს ქონოდა 30 წლის კაცის ღვიძლი. აი ასეთი სუფთა და ჯამრთელი და მაშინ იქნებოდა დაუსრულებელი ის რა ქვია სიცოცხლე. ეს ყველაფერი წავიდა მე-16 საუკუნემდე, სანამ რობერტ ბოილმა არ დაწერა ასეთი ნაშრომი ქიმიკო-სკეპტიკოსი. და მანამდე სანამ რობერტ ბოილი ამას დაწერდა, ევროპაში მაგალითად იყო ვინმე ლორენცო მაცარელა. მისი ოჯახი ხარშავდა ყველს და ის ყველი ხო. და ამან ნახევრად ევროპას ყელი გამოჭრა. ნუ იქ უსახლკაროებს. იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ ელექსირს იპოვიდა ადამიანის ორგანიზმში, კერძოდ სისხლში. და ნუ მაცარელამ ხო გაძევებული იყო მთელი რიგი იმიდან რა ქვია ქვეყნებიდან. აი იგივე რო ვახსენე ფილიპე მეორე ფიქრობდა რომ პოდაგრას, იმიტომ რომ თვითონ პოდაგრა აწუხებდა და მაგით გარდაიცვალა, უმკურნალებდა გამოხდილი წყლით და პირველი პროტოკოლი როგორ უნდა გამოხადო წყალი ფილიპე მეორეს ეკუთვნის. ეხლა მთლად თვითონ არ უშრომია იქ თავის ალქიმიური დასი ყავდა, მაგრამ ნუ ამ ხალხთან ერთად ანუ პირველი ტექნოლოგია წყლის გამოხდის ფილიპე მეორეს ეკუთვნის. აი მაგ პერიოდში დემონიზებულები არიან ალქიმიკოსები? დემონიზებულებში რას გულისხმობთ? აი ეს ჯადოქრებად აღქმული საზოგადოების კი, ჯადოქრებად არიან აღქმული, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ საზოგადოება ვერ ხვდება. ნახეთ, დღესაც არის ხო ეგ მემართულება, რომ აი რაღაცა პატარა ჯადო. ხო და თან ამ ალქიმიკოსებს უყვარდათ რაღაც ეს გაუგებარი ტერმინების ბრახაბრუხი, რომ ვიღაცას ვერ გაეგო და უფრო ისექნა რაღაცა ჯადოქრობად აღიქვა და ნუ კი რა თქმა უნდა არიან. და მე-16 საუკუნეში ამ რობერტ ბოილმა გამოსცა ეს წიგნი ქიმიკო-სკეპტიკოსი, სადაც თქვა რომ პირველად თქვა რომ ქიმიკო-სკეპტიკოსი. ალქიმიკო-სკეპტიკოსი არ უთქვია. და ძირითადი აზრი იყო გატარებული, რომ ყველაფერი მოისმინეო, მაგრამ არავის არ დაუჯეროო. წადიო და ლაბორატორიაში გადაამოწმეო. ანუ იყავი სკეპტიკოსიო. და მე სულ ვეუბნები ხოლმე ჩემს სტუდენტებს, რომ მოდი ქიმიას თავი დავანებოთ და ეგეთი იყავით, ანუ მოისმინეთ და მე გაანალიზეთ და შეამოწმეთ. ანუ ესევე არ დაუჯერო არავის. და მან თქვა, რომ არავითარი ალქიმია არ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტ მეცნიერება და მას ქიმია ქვიაო. ანუ ქიმია მეცნიერებად რობერტ ბოილმა გამოაცხადა და ქიმია აიყვანა მეცნიერულ დონეზე. მანამდე ქიმია იყო ხელობა. ჩვეულებრივი ხელოსნები იყვნენ ქიმიკოსები. ბევრი რაისის მოყვანა შეიძლება. ბოლოს მაგალითად მე-18 საუკუნეში აი ჰამფრი დევირო იყო უკვე ქიმიკოსები და იყო ასეთი მანამდე გეორგ შტალი, რომელმაც თქვა, რომ ვერც კი დაითვლისო საზოგადოებაო, რაც ამ თაღლითებმაო ქიმიას ავნესო. თაღლითები ალქიმიკოსები იყვნენ. მაგრამ ნახეთ, თაღლითები შეიძლება იყვნენ
მაგალითად იმან ხალხს გამოჭრაყელი. ვიღაცეები მაგალითად პირიც ამზადებდნენ და ხალხს აყიდებდნენ, რომ ოქრო იყო, სულელების ოქრო ცნობილი, ხო, ფერუმესორი. მაგრამ აი ამ ძიებაში ქიმია განავითარეს. ხო, ის რო არ ყოფილიყო ალბათ ქიმია ხო არ იქნებოდა. არც უფიქრიათ მოყვებოდა სხვა მეცნიერებები. არც უფიქრიათ ქიმიის განვითარება. ესე გამოუვიდათ. ეძებდნენ ოქროს მიღების, უბრალოდ ტრანსფორმაციის გზებს და განავითარეს ფილოსოფიური ქიმია. კი ბატონო. ძიებაში გადავედით და პრინციპში ეს პროცესი არ დასრულებულა, ბოთ ამ ტერმინებს აღარ ვიყენებთ და სხვა სახელები ქვია. კი, მე ეს ცნობილი ფაქტია, რომ ნიუტონიც ეძებდა, ნიუტონი ხო, მეცნიერ, ანუ მის კანონებს ვასწავლით სკოლაში, მაგრამ ის ეძებდა ფილოსოფიურ ქვას. და ეძებდნენ მერეც, მაგრამ უშედეგოდ. ეხლაც ვეძებთ. ეხლაც ხო, აი ამ ბოლო წლებში კიდევ ისევ ძალიან აქტუალური გახდა ეს სიცოცხლის გახანგრძლივების, შენარჩუნების. ეს ხო და ზუსტად ჩვენ ხელშია ეგ ამბავი, როგორ მოვექცევით საკუთარ ორგანიზმს. ანუ როგორ გვეცოდინება ქიმია. კეთილი. და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ და ამით ერთგვარ პატარა ანონს შევქმნით, რომ შემდეგი ჩვენი შეხვედრის დროს რაზე მინდა რომ გავამახვილოთ კიდე ესეთი ყურადღება. თქვენ გაქვთ საინტერესო ლექციების ციკლი, ეს არის ღმერთების საკვები. კი ბატონო. და ცოტა მაგაზეც რო ვისაუბროთ. ძალიან მოკლედ. ეს არის ილე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ღია ლექციების ციკლი, ისევ და ისევ აი პოპულარიზაციისკენ მიმავალი. და ღმერთების საკვებზე ჩვენ თუმანიშვილში სპექტაკლიც დავდგით. აპრილში იყო შარშან 14 აპრილს და მასაც ესეთი ძალიან დიდი ანუ ანშლაგით ჩაიარა იმანაც. შოკოლადზე არის. შოკოლადის ისტორიაზე და შოკოლადით შეიცავს ალკალოიდებს, ხო? თეობრომინი, თეოფილინი. რამდენად მავნე შეიძლება იყოს შოკოლადი და რამდენად აუცილებელი ჩვენთვის და ნუ გასაგებია რომ მავნე შეიძლება იყოს ყველა ტიპის შოკოლადი გარდა შავი შოკოლადის. იმიტომ რომ ის შეიცავს ზუსტად ამ ალკალოიდებს, რომელიც იგივე ჩვენი სისხლძარღვების გაწმენდისკენ არის მიმართული და იგივე დაბალი სიმკვრივის ცუდი ქოლესტეროლი შეიძლება გამორეცხოს ჩვენი სისხლძარღვებიდან. ეხლა მთლად შავი შოკოლადის იმედად ვერ ვიქნებით, იქ სხვა რაღაცებიც უნდა გამოვიყენოთ. იმიტომ რომ ვერც შევჭამთ ხო დიდი რაოდენობით მწარია და ხო ზოგი საერთოდ ვერ იღებს. იმიტომ რომ გემო არ მოსწონს. მაგრამ აი სხვას რაც შეეხება, ის შეიცავს გლუკოზას, შაქარს და აი ზუსტად აი შაქარზე იყო ხაზი იყო უბრალოდ აქცენტი იყო გაკეთებული ამ შაქრის მავნებლობაზე, შაქრის ქიმიაზე და შემდეგ უკვე ამ ალკალოიდებზე, რასაც შეიცავს ნამდვილი შოკოლადი. პლუს ისტორია, პლუს ექსპერიმენტები, ჩვენი აღმოვაჩინეთ რაღაცეები რამდენიმე შოკოლადში, რომელიც შევიძინეთ სუპერმარკეტებში. რა თქმა უნდა, იქ არ გვჩვენებია რომელი რა ერქვათ ამ შოკოლადებს, ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე იგივე გავაკეთეთ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენოთ. კი ბატონო. პოდკასტია და არავითარ პასუხისგებლობა არ გვაქვს, პირიქით, რაც მე სასარგებლო ინფორმაციას მივაწვდით. იმიტომ რომ მე თვითონ მაქვს ესეთი შეკითხვა, ეხლა მე ტკბილების დიდი მოყვარული არა ვარ, მაგრამ აი შეგვიძლია საქართველოში ხა ფართოდ არის ხელმისაწვდომი ნამდვილი შოკოლადი ამ უამრავი შაქრებისა და 1000 უბედურების გარეშე, აი რომელიც შეიძლება პროდუქტად აღიქვა როგორც სასარგებლო პროდუქტი. ფართოდ არ არის მისაწვდომი, ძებნა უნდა და ძვირი ღირსი. სხვათა შორის აი ეს არის, რომ აი მე რომ მინახავს აი ესეთი შოკოლადები ევროპის ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში ძალიან იაფად, აქ ღირს ძალიან ძვირი. ანუ გასაგებია აქ რაღაცები ემატება, იქ ტრანსპორტირება ის, მაგრამ აი იქ შეუძლია ნებისმიერმა საქმას ხელმისაწვდომია მოკლედ. აქ უკვე რაღაც ფუფუნებასავით არის, მაგრამ არის მოიძებნება. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა.
მადლობა თქვენ. ხო, ძალიან ვისიამოვნე თქვენთან აი ამ დიალოგით და ნუ როგორც შემთხვევით ჩვენ კიდე შევხვდებით ამ პოდკასტში, იმიტომ რომ რამდენიმე საინტერესო საკითხი დაგვრჩა განსახილველი და ვერაფრით თავს ვერ ავარიდებ. მე აი იმას მინდა კიდე ორი სიტყვით დავამატო, ღმერთების საკვებთან ერთად იყო ასეთი ლექციაც მომკლავს მეუშენობა და ეს მიუძღვენით რკინას და რკინაძე დეფიციტურ ანემიას და რკინაზე ვისაუბრეთ ძალიან საინტერესოდ და თვითონ ეს სახელწოდება ვითამაშე გალაქტიონის ძალიან ცნობილი ლექსით, რომელიც რაღაცა უსახურ შენობას მიუძღვნა, ეტყობა მაშინა ჩენდებოდა უსახური შენობები, ან გალაქტიონმა დაინახა ასე ასრულებს თავის ლექსს, რომ სასაცილო შენობა, მშვენიერო შენობა, ოღონდ მშვენიერს ალბათ ირონიულად ამბობს, მომკლავს მეუშენობაო, რომელიც შეგიძლია ათამაშო ეს სიტყვა და დიახ, რკინის გარეშე ნამდვილად მოვკვდებით და ესე ძალიან მოეწონათ, იყო ძალიან ყოველთვის არის ხოლმე დასწრებადი და ყოველთვის გვაკლდება ხოლმე იქ ადგილები, რომ უფრო ბევრი ხალხი მოდის, ვიდრე არის. მე ეს მიხარია, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ აი ჩვენ ვთქვით, რომ ქიმიის ეშინიათო და აი თუ რაღაცა სწორი ფორმით მიაწვდი, უკვე აღარ არის საშიში და მე შეიძლება აი ესეთი мотиваცია მიღებულებმა ბავშვებს ვგულისხმობ საკლასო ოთახებშიც გადაშალონ ის წიგნები და ცოტა სხვანაირი თვალით შეხედონ ისეთ ზუსტ და საჭირო მეცნიერებას, რომელსაც ქიმია ქვია. და ქიმია, რომელიც ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წუთას, ყოველ წამიერად არის ჩვენ ცხოვრებაში და რაც მეტი გვეცოდინება, მით ნაკლებად შეგვეშინდება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობას გიხდით თითოეულ ადამიანს, ვინც გვისმენდით. შეგახსენეთ, რომ ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი, პოდკასტი ჯანსაღი დიალოგი. მე ვარ ზურა ალხანიშვილი, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.